რაღაცა ცოტა ვღელავ ახლა არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო, როგორ მოვყვე. მოდი არავურიოთ იქაც. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ისევე ორგანიზატორებს ესეთი მაგარი ივენთის დაორგანიზებისთვის. თავიდანვე როგორც კი დაიდო 200, 300 და 600-იანი ბრევეტების ასე ვთქვათ ივენთი რაღაც ხრივ ესე ის ღამე თითქოს არ დამეძინა რაღაცნაირად გულში ჩამივარდა რომ მეთქი შარშან რო 400 გავიარე რაღაც წელსაც იქნებ ნა სამივე რომ დავამთავრო და პირველივე დღესვე მივიღე გადაწყვეტილება რომ სამივეში მიმეღო მონაწილეობა. რას გავაკეთებდი, როგორ გავაკეთებდი, ეს უკვე სხვა ისტორია იყო. ნუ ზამთარში ცოტა წავივარჯიშე 1-2ჯერ, მერე 200-იან ბრევეტზე გავედით, დავასრულე წარმატებით, 300-იანზეც წარმატებით გავიარე და ნუ ყველაზე ესე ვთქვათ 2025 წლის main event-ი რაც იყო 600 კილომეტრიანი ბრევეტი მოვიდა ამის ჯერიც ნელ-ნელა. ეხლა რომ თქვა რომ მაინც და მაინც ვარჯიშს დაუთმე დრო და დიდხანს ვარჯიშობდი ველოსიპედზე, რომ აი ეს რაღაცა გამძლეობა მოემატებინა და ასე შემდეგ, ესეთი რამე არ ყოფილა. ჩემი ვარჯიში უბრალოდ არის ის, რომ ყოველდღიურად, თითქმის ყოველდღიურად სამსახურში ველოსიპედით გადავადგილდები, მივდივარ და მოვდივარ. დაახლოებით 25-27 კილომეტრი რა ესე. ეგ არის ჩემი ვარჯიში. ნუ ხანდახან არის ხოლმე ესეთი მომენტებიც, რომ თვეში ერთხელ მაინც ვაკეთებ დიდ გასვლებს რა, ანუ 100 პლუსი, 50 პლუსი და ასე შემდეგ. ეგ აღარ არის დიდი ხელი. შეიძლება, ხო. ეხლა რაც შეეხება 600-იან ბრევეტს, არ ვიცი საიდან დავიწყო, მოდი დილიდან დავიწყოთ, როგორც იყო ყველაფერი, შევიკრიბეთ მოკლედ ველოსიპედის ძეგლთან, იყვნენ ძალიან მაგარი მონაწილეები, ძალიან ძლიერი მონაწილეები, რომლებსაც უკვე ფსიქოლოგიურად ის გათვლა ჰქონდათ, რომ რახან 600 კილომეტრიანზე გამოვდიან, რაღაც დოზით დაშვებული აქვს თავის თავში, რომ ამ ყველაფერს შეძლებენ. ხო, იქ ვიღაც უბრალოდ ადამიანი, რომელიც ველოსიპედით ყოველდღე დადის, შეიძლება ეს 600 კილომეტრი მისთვის ძალიან დიდი დაბრკოლება და გამოწვევა იყოს, მაგრამ იქ იმ დროს და იმ მომენტში ისეთი ხალხი იყო შეკრებილი უკვე, ვინცაც ეს ყველაფერი გააზრებული იყო, აი მარე ავიღოთ თუნდაც, ავიღოთ კალმო, ავიღოთ თუნდაც ნებისმიერ ირაკლი, გურული, ყველას, ვისაც მე ვიცნობ და ვიცი, ეს ადამიანები არიან უძლიერესები მართლა მენტალურადაც, ფსიქოლოგიურადაც და ამის შეწერა მე ვხერხულებ ფოტოში. არა, ეგრეა. და ფიზიკურადაც თავისთავად. ნუ დავიწყეთ, ავიღეთ სტარტი და მქონდა 40 საათი ამ 600 კილომეტრის დასაფარად. ამაღლება დაახლოებით იყო 6000 მეტრი, რამდენიმე სერიოზული უღელტეხილი იყო გადასავლელი და ყველას თავისი სტრატეგია ჰქონდა, როგორ გაევრიდა ამ მოცემულ მარშრუტს, ასე ვთქვათ რა. რომ თქვა მე რომ რაღაც კონკრეტული და ესე მიზანდასახული სტრატეგია მქონდა გათვლილი, არ იყო ეს ყველაფერი იმპროვიზაცია იყო, რაც გავაკეთე. ერთადერთი უბრალოდ ჩემ თავში დაუშვი ის, რომ ველოკომპიუტერზე თუ მექნებოდა საშუალო სიჩქარე 17-ზე ნაკლები ან 18-ზე ნაკლები, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი და აღარ ექნებოდა გაგრძელებას აზრი. ამიტომ ყოველთვის ვაკონტროლებდი იმას, რომ ჩემი კომპიუტერზე საშუალო სიჩქარე არ დაცემულიყო 17-ს. ეს იგულისხმება თავის შესვენებებით და ყველაფერით. მარტო საშუალო სიჩქარე არ არის ის, რომ დაიწყო და სიარულის მომენტები დააფიქსიროს. ეს არის თავის შესვენებებიანად და ასე შემდეგ. ანუ elapsed time რაც გვაქვს ხოლმე Strava-ზე 15-დან, მაგრამ უკვე მაინც ფიქრობდი, რომ მე როგორი რაღაცა იცი 350-400 კილომეტრზე რომ უკვე 16 გაქვს და კიდევ ამდენ ხელა უღელტეხილი წინ გადასავლელი გაქვს, ფიქრობ, რომ უკვე დაეცემა და თუ იქნებოდა 20, 21, 19 ნახევარი, 19 და 3 და ასე შემდეგ, უკვე იმის დრო რჩებოდა, რომ ეს ყველაფერი გააკეთებინა. ეს მქონდა უბრალოდ ჩემი გათვლა, ისეთი რაც იყო სტრატეგიული გათვლა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს. ის კომენტარს გავაკეთებ რა სანამ გაგრძელებ თუ შეიძლება. ანუ ბრევეტის დროს არის თითქოს უნდა გამოიმუშაო შენი შესვენების დრო. ანუ ცოტა ჩქარა თუ ივლი, უფრო მეც დაისვენებ. ცოტა ჩქარა თუ ივლი, უფრო მეც დაიძინებ. ანუ შენზეა დამოკიდებული რამდენი ხანი შეიძლება დაიძინებ. დასვენება არ დაგჭირდება. არა, შეუძლებელია. არა, მასე ვერ გააგრძელებ. რომ იჭდე უბრალოდ ველოსიპედზე და სულ 5 თია რომ მაინც ძალიან დაიღლები. ანუ ეგრე არ არის რომ კი, მართალია. ნელა რომ ზიხარ ხელები, რითიც ეხები ველოსიპედს, ყველაფერი ზანგეხლება. როგორც კი გავედით, მოგეხსენებათ, რომ სიცხე ძალიან ძლიერი იყო და პირველივე
ავი 50 კილომეტრში შეეტყო ეს ყველაფერი იმ დღეს ზემო ბოშურში ასვლის დროს მე მაგალითად გზაზე უკვე ძალიან დავიღალე რა და რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე რომ მეთქი ეს სიცხე იმდენად ძნელია რთულია ჩემთვის რომ ხომ არ დავანებო თავი მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ისე იყო რომ ჩემთან შემოუძახებდი ხოლმე და ვაგრძელებდი სიარულს იმის ხარჯზე რომ ბევრ წყალს ღებულობდი რა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეგეთ ამინდში არის სითხის მიღება არა მარტო ელექტროლიტების არამედ უბრალოდ ჩვეულებრივი წყალისაც რა თავიდან მე ესე ვიცი ხოლმე ბრევეტებს რო ვიწყებ 1.5 ლიტრიან ბოთლში მაქვს გამზადებული ხოლმე ლიმონიანი და თაფლიანი წყალი და გზაში უკვე როგორ ამბობს ბრევეტებს რო გავდივა მე ძალიან კარგად მომხდა კურსზე ეს ძალიან მეხმარება რა სადღაც 70 კილომეტრის გადაგორებაში ნუ ენერგია გინარჩუნდება და მიდიხარ ოღონდ გამოზოგიერად უნდა დალიო ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ ამინდში მინიმუმ 1 ლიტრი ან 1.5 წლის მიღება ასეთ ამინდში რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს ორგანიზმის რაც აღმართებზე კიდევ უფრო მეტად გამოიხატება რა მე და გიკო დავდიოდით ხოლმე ძირთად ერთად და ან ის თუ გამასწრებდა წინ ან მე თუ გავასწრებდი სადაც კი შესაძლებლობა იყო რომ ეს წყალი გვეპოვნა ეგრევე ვაკეთებდით ამის ავსებას და არა მარტო ფიზიკურად ვიღებდით არამედ ორგანიზმსაც ვაგრელებდით ხოლმე თავზე დასხმით კერძზე მისხმით და ასე შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე რომ ავდიოდი ზემო ბოშურზე ზემოდან მონაწილეები უკვე უკან ბრუნდებოდნენ ის ადამიანები რომლებმაც შქარაი არის პირველი კალმოვნახე მე მეორე მე ვიყავ შემდეგ კალმოს ხო და არა რუის რუსი იყო ხო მე პირველი მოვიდა ხო აღარ მასწავლა მე შენ და შენ მითხარი რომ ჩრდილის ხარეს გადმოდიო ეგ ის რომ სახელი არია რომ 104 ბოდიში რომ ესე მოიხსენიე მაგრამ არ მახსოვს რა ქვია კი და აი ნახავ ახლა როცა ავედი ზემოთ უკრაინელია ოჯახებში შევდიოდი რომ წყალი ამეღო იმიტომ რომ რაღაც მომენტებში აღარ იყო გარეთ წყალი და უნიშნელოვანესია წყლის მიღება კი მაგრამ ის ხეობა მარტო წყალი იყო თუ რამეს ამატებდი არა გზაში ეს თაფლიანი წყალი მქონდა და იმას ვსავდი და ერთი ბოთლი მედო უკან ზურგი ჯიბეში ნაბეღლავი რამე კი ანუ ელექტროლიტების ტაბლეტები არ ჩამიყრია არ მქონია მაგრამ ვღებულობდი ლიკანს და ნაბეღლავი იმიტომ სიარულად და ტემპერატურაც ხომ მაღალი კი ძალიან მაღალი იყო და ეს მინიმუმ 4 ლიტრი წყალი დავლიე მე პირადად პირველ ჩეკპოინტამდე არა დღეში ხო არა რა 30 დავლიო არა 30 მე არ შენ შენ რა როფლიანდები და სითხეს ისე არ კარგი მე ძალიან და მე ანუ ფიზიკურად მე შევშ პირველ ჩეკპოინტზე რო ვავედი რაღაცნაირად ეს პირველი დაბრკოლება ძალიან საკმაო აღმაღლება იყო 1450-ზე იყო მგონი პირველი ადგილი სადაც ავსულნა ვიყო ნუ დაახლოებით 1000 მეტრს წევდით თბილისიდან იქამდე რომ ავედი აქ შემდეგ დავშება ძალიან დიდი სიამოვნება იყო და როგორც კი ჩამოვედი ეგრევე დავიწყე კალორიების მიღება ასე ვთქვათ რა ეს იყო ნუ შოკოლადი ჭამე სნიკერსი როგორც მახსოვს და ყოველთვის სადაც ვჩერდებოდი მინიმუმ ერთ ნაყინს ჭამდი რა ეს რაღაცა მიშა მასწავლა სხვათა შორის მაშინ რო ვიყავით რა ქვია შიომღვიმეში ნაყინებს ჭამდით სიცხეში და ეს რაღაც გამოცდილება არა ნუ გზად რა როცა მოვდიოდი და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა და მინიმუმ 1 ან 2 ნაყინს ჭამდი ხოლმე სადაც შერდებოდი ჩამკეტებით ვიყავი კი ისე როში გამოთვალა რამდენი პროცენტი არის ფეხით და ველოთ რამდენი რამდენი პროცენტი ვიარე ფეხით კი ფეხით ალბათ რამდენი პროცენტი ალბათ 15% ფეხით ვიარე ალბათ ძალიან ბევრია თუ მე 0 ალბათ არა 600 კილომეტრის 15% მე რამდენი საერთოდ არ მივხვდი 60 კილომეტრი აი 5 შემეშალა 5% ალბათ ო 5% ალბათ ხო იმიტომ რომ შეიძლება 3%. იცი რა არის ანუ მიშასაც რო ურეკავდი ხოლმე რაღაც მომენტები იყო რომ უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ მიდიხარ რა მაქვს კი ფეხით როცა მივდიოდი ხოლმე არა ისე არა გიკოსთან ერთად დავდიოდი ძირითადად მე და გიკო დავდიოდით ხოლმე ერთად რა და მე მომენტი იყო რომ ველო საჭერო გამიბუჭდა მაშინ ნუ გამასწრეს ნუ ხო არ დამეროდებოდნენ ეხა და გაუში 385 კილომეტრზე წამოვეცი წამოწევა ხო საჭე აი ხა მივალ მანამდეც ეს პირველი ჩეკპოინტის მერე ნუ ძალიან ისეთი გაწელილი გზა იყო ხაშურამდე უკვე მარტო მიდიხარ მანქანები და უკვე
ჩემი საყვარელი მონაკვეთი იყო ეგ. არა, ღამე არა, დღე არა, ხაშურამდე და ეს რომ მივიღე უკვე კალორიები და ენერგია ავიმატე, წავიდა ხაშურის მონაკვეთი და რაღაც მომენტებში იქაც გზად წყალი არ იყო, სადაც კი ეზოში ვინმესთან ან გარეთ ნახულობდი, ყოველთვის სულ რომ ამდენი მკლებოდა, მაინც ვიმატებდი ხოლმე. მანქანები იმას რო ასხავდნენ, შუშას რო წმენდნენ, ესე უკან აგზიდან, რა ქვია. ქარელი 400-იანზე როგორც გამოვიარეთ, უკან ის გზა გავიარეთ ხაშურამდე ისევ აქედან მხრიდან. კი. ხაშურში აი ჯერ არ არიან ზაღლები. ნუ ხაშურში ისევ და ისევ დაახლოებით 6-ის ნახევარი იყო ხაშურში რო ჩავედი და აქაც საღამოს, კი. აქაც უკვე ეს კალორიული დეფიციტი მქონდა და ვცდილობდი რომ რაც შეიძლება და ბევრი მეჭამა. რა ქარელშიც დაახლოებით 6 ბანანი. აი კარგად საბჭო. აი იცი სად ახალდაბაში სახაჭაპურეები ვარ, მე ირაკლი და გურული ვიყავით. აი ერთი კაი დიდი ხაჭაპური შევჭამე და ის ცხიმი და ის მივიღე რომ კი. მე ბორჯომის გალფში. იმიტომ რომ ანუ მე ფიზიკურად ჩვეულებრივად საწვავი არის ეგ შენი რა იმის გარეშე ვერიბლი მე არ მქონდა რაღაც ძურად ღირებული გელები და ასე შემდეგ რომ კი უკვე ისეთი ისამა თუ აღარ მეთქი მინისგან და იმისგან თუ ანუ კალმო რომ მოიწამლა იმ დღეს მარსაც ვეუბნებოდი კალმო რომ მოიწამლა შოკოლადით მე რაღაცნაირად შემეშინდა რომ თითქოს მოდი აღარ გინდა რა ეს შოკოლადების ჭამა რა რაღაცა არ მოხდეს რაღაც არ მოგდეს და მივაწექი ხილს ბანანს ეს რაც არის ასე ვთქვათ სწრაფად რასაც გადაამუშავეს ორგანიზმზე სწრაფი საწვავი რაც არის ქარელში რომ გავჩერდი 6 ბანანი ვჭამე რომ მეთქი იქნებ რაღაცნაირად და ანუ აი რა შევოდი იცი არ დაივიწყო და წასვლის წინ რა სტარტზე იმედი რომ გამეცილებინა ესენი რა ასე ვთქვა და თან ჩემი ისე მქონდა ეხლა რომ გული რომ წყდებოდა მეთქი სტარტზე და აი ის ყובה კარმო ამბობს რომ ბიჭო ის რო არისო ზურაზე რა ზურო ყოველ ნახევარ საათში ერთი ბანანი უნდა ჭამოდო რომ იაკავს ზატონო 80 ბანანი არა კი მე ჭამა ბანანები კარგად იქნებოდა მე რაღაც მომენტი იყო რომ აი სანამ ხაშურში ჩამოვიდოდი მაღაზია ფიზიკურად არც არ იყო და ეს ჟელიბონები ძალით ყლაპავდი რომ იქნებ რაღაც კალორია ჩასულიყო კუჩში რა თქვენ რაც მომეცით მის სიამოვნებით ჭამდი არ გადამდიოდა რაღაცა ვერ იყო მე მაგის პრობლემა არ მაქვს ხო და ნუ აი ხაშურში ავიმატე საკმაოდ რაოდენობა კალორიების და მე ახალდაბაში რო ჩავედით იქ იყო აი მე გურული და ირაკლი დაჟე ცოტა ადრე მივედიმე და რო შევუკეთე დაუძახე ბიჭებს რომ მეთქი მოდი ცოტა ხანი დავისვენოთ მე ბოდიში მოვხადე ბოდიშით მოვატეთ ბიჭებო უნდა წავიდე მეთქი ხა და ნუ ეს ისეთი მომენტია რომ ყველას თავისი ასე ვთქვათ გრაფიკი და როგორ შეუულია ორგანიზმის რეგენერაცია და აღდგენა ენერგიის იმის მიხედვით დადიხარ რა ვერავის ვერ ეტყვი იმას რომ ან დამელოდე ან რაღაც მესმის ერთადერთი მომენტი იყო კიდევ ღამის რომ მიშას გამოვარდი გიკოსნომერი ღამე ძალიან ავი შემეშინე იმიტომ რომ იმდენი ზაღლები დადიოდნენ უკვე აი ზარზმისკენ რო წავედით იმდენი ზაღლები იყვნენ რომ მართლა არ ვიცი არც დაიზერი მქონდა არაფერი არ მქონდა მარტო ვიყავი როგორც ყოველთვის და მე 600 კილომეტრი რომელიც ზაღლი ახლა ანუ ეხა რაზეც ამბობს ცოტნე მაგ მონაკვეთზე მე დოგდაიზერი მქონდა და როგორც კი ვხედავდი ზაღს კი ვაჭერდი მაგრამ სიბნელე რო იყო და რო ვერ ვხედავ აი ძალიან ცუდი მომენტია მეშინოდა არანაირი განათება იქ არ არის დაჟე რა იყო იცი აი მარი სადაც იყო გალფის მაშინ სტორში მანდ მივედი და კითხე ერთ კაცს რომ ესე ზაზმაში ვაპირებ ასვას მეთქი დღეს რაღაც შეჯიბრებით გვაქვს მეთქი ახლა ის ბრევეტი და ის რა იცის იმან ესე უთხარი და როგორი გზაა თქო მაინტერესებდა რომ გამეგო იქაურ და ეხლა მიდიხარო და კი ეხლა მივდივარ ვეუბნებ არ გირჩევო წასვლასო საერთოდ ერთი 20 კილომეტრი განათება არ არისო დასახლება საერთოდ არ არისო და ზაღლები არიან ბევრიო ხო და არ წახვიდეო ხო არ წახვიდეო ანუ გზა კარგია მაგრამ ნუ ეს სიუჟეტი წარმოვიდგინე ახლა შუქი არ არის არსად და ანუ იმისგან რომ ზაღლები მომსდევდნენ და მე ამ დოგდაიზერს ვაჭერდა ვერ ვხვდები მეწევია თუ არა ხმა არ მქონდა საერთოდ მაგ მონაკვეთის მე კი გადი და რა მეშინოდა ჩემი ხმა გესმოდათ ხო ძალიან კიოდი მართლა ძალიან მეშინოდა აი ის ის შეერჩი საშინელება
ანუ მე აღარასდროს დავვალ ბრევეთზე. და მე როგორი იყო, იცი რომ გიკო ჩემზე წინ იყო ამ ახალციხემდე და რაღაც მომენტში თურმე გავასწარი მე და урეკავ სათხარ მგონია რომ წინ არის დამელოდა და ერთად წავიდეთ მეთქი და მე უკან ვარო ჯერ არ შემოსულ ვარ ზაზმისკენ ნუ დაახლოებით ნუ მეთქი ნელა ვიგორავებ მე მირჩევნია რომ ნელა ვიგორავო დამეწიო და ერთად ვიარო და კი ბატონო თან იმას მე განათებაც არ ქონდა ჩემით განათებით power bank-ი და რაღაცები დავაერთე და სულ ჩართული ქონდა მაქსიმუმზე რომ იქნებ რამენაირად ezაღლები დაგვენახა გზად. და ნუ როგორც იქნა ავედით და რომ ავედით ვისვენებდით 1-5 წუთი და დაგვეწია მე ირაკლი და გურული. და უკან წამოვიდით აქეთ ახალ ციხისკენ ისევ და გავასწარით ბიჭებს და ხანი დაისვენეს და მე გიკოს მე ჰამაკი მქონდა წაგებული თბილისიდან. ღამე მეთქი სადმე გავშლი დავიძინებ და ეს სასტუმროს აშლის მომენტი და ის რო არ მქონდა ჩაბარგება, აბარგება და ამაში დრო ვარ დამეკარგა. გათვლა მქონდა რომ ჰამაკი გამეშალა, ჰამაკიდან როგორც გავიღვიძებდი. ან უკან მქონდა მიმაგრებული ველოსიპედზე კი. ამ ჰამაკს ავშლიდი, რავი, 3 წუთი ჭირდება მაქსიმუმ. ჩაიდებდი ისე უკან და წამოხვიდოდი და არ დაკარგავდი დროს, ნუ, მაგრამ გეკომთხოვა რომ მე ვაღებული მაქვს სასტუმრო და მოდი ერთად დავრჩეთ, ჰამაკში შეიძლება სიცივეა ვერ დაიძინო და ენერგიებიც ვერ აღიდგინო. ავედით, ველოსიპედები გარეთ დავტოვეთ, რომ დილით რომ ჩამოსულიყავით, ეგრევე ხელი მოგეკიდებინა და წავსულიყავით ეგრევე იმ წუთასვე. შეიძლება კი არა ბოდიში მაგრაციო და ახალციხეში მანდა 1000 მეტრზე მაღლა ხარ და ის სასტიკაციო და ხარ. აი ხა გეტყვით. როცა შევედით, იყო 4 სეკლდა წუთები რა. და მე უწყალს გადავილი გიკომ მე არ მაქვს მეთქი ამის დრო ეგრევე მინდა რომ დავიძინო და როგორც კი თავი დავდე საძინებელში 5 საათზე დავაყენე მაღვიძარა და ალბათ აი ნუ საერთოდ 15 წუთი ეკდა ან 10 წუთი ეკდა 4 და 5 საათზე აი როგორც კი დავდე თავი ეგრევე დარეკა რა საერთოდ ვერც ვიგზენი როდის დამეძი აუ კი იმიტომ რომ მაგერთმა არა შარშანდელი ბრევეტიდან გამომდინარე ის ანუ ძალიან ცუდად ვიყავი ბოლოს უკვე რა მესმის მაგრამ იმ ერთმა ძილმა ჩათვალე რომ აი საწვავივით მომცა ენერგია თან სანამ დავიძინებდი აი ძალით შევჭამე პური და რაღაცეები რომ ორგანიზმი მიეღო ამ 1 საათის განმავლობაში რასაც დავიძინებ და დილით ცოტათი მაინც ესე ვთქვათ ენერგიით გამომეღვიძა რა როგორც კი ავდექი დილით 5 საათზე გიკომას გაიღვიძა ჩამოვედით და წავედით და 1-10 კილომეტრი ალბათ რას ვაკეთებდი არ მახსოვს რა როგორ დავატრიალებდი პედალს ხო გათიშული ვიყავი აი ხო იცი თაბრო რო გეხვევა და არც ყავა არ დაგვილევია არაფერი ერთადერთი რას მახსოვს კოკაკოლა დავლიეთ რომ ეს რაღაცნაირად კოფეინი მიგვეღო და ნუ ამ 10 კილომეტრის მერე უკვე ბიჭები მანქანით წამოგვეწივნენ მიშა გამგე კურდღელა და რაღაც თავისებურად განხვნებებდნენ წყალს გვასხავდნენ ფოტოებს გვიღებდნენ და გამოგვაფხიზდეს ჯოხებს გვიყრიდნენ საბურაეში და ამან ძალიან მაგრად იმოქმედა გამოგვიძების კუთხით და ნუ წავედით ხო ნუ მე დავიწყე ხან გიკო იდგა წინ აეროში ხან მე ვიდექი და მოვდივარ და მე უკვე უშუალოდ უჯარმის ციხისკენ როგორც კი დავიწყეთ ასვლა მე უკვე აღმართები იწყება და ხერთვის რა უჯარმა ვაიმე ბოდიში ხერთვისისკენ რო დავიწყეთ ასვლა მომენტები არის რომ აღმართზე ჩადიხარ მომენტი არის რომ აღმართზე ადიხარ და აი ზუსტად ახლა მივდივარ იმ ადგილზე სადაც საჭე არ გამწყდომია სტემი გამიტყდა რა მის ძალიან იყავი დაყდრობი არ ვიცი შეიძლება მომენტებში ესე მოვდიოდი მომენტებში დაახლოებით მოვდიოდი ალბათ მაქსიმუმ 15 შეიძლება 15 კმ/სთ მოვდიოდი მაქსიმუმ ალბათ და აი წარმოვიდგინეთ სიუჟეტი კიდევ კარგი ნელა მოდის სიუჟეტი წარმოვიდგინეთ ეს რული ტყდება რული ხელში მჩება და ფეხები მაგ გაყრილი ეს ანუ წყაპებზე და რა უნდა გააკეთო ხო ანუ ვერც უხვევ ვერც აჩერებ ვერაფერი და ფეხები როგორღაც გამოვათავისუფლე ორი ვერდროლა და ფეხები დავიწყე გაჩერება ესე რაღაცნაირად და გავჩერდი გადავრჩი მეთქი ცოცხალი ვარ არაფერი არ მოვიდეხე არაფერი ეხა სიტუაციის ანალიზზე მივიდა საკითხი როგორ სკოჩი არ უშვერიდა მაგამ მომენტი გიკოს დავემშვიდობე რომ უთხარი მეთქი შენ მე არ დამელოდო ეხლა ასეთ ვარიანტში წადი ეგრევე შენ გააგრძელ 350 იყო მახსოვს დაახლოებით ხო რა და თან როგორი ახლა 350 კილომეტრი უკვე გამოფხიზლებული ხარ ენერგიაზე ხარ და სული დუხი ყველაფერი შადებული აქვს და მინდა რომ დაასრულო და უცებ ესეთი რაღაც ხდება ერთი
5 წუთი ალბათ კომუნიკაცია ქონა ერთმანეთში. გიკომ მადლობა რომ ღამე ერთად ვიყავით, რაღაც შენს მადლობა რომ სასტუმროში დამბატიჟე, ასე შემდეგ ჯიგარი ხარ და გავუშვი და დაურეკე მიშას ეგრევე რომ მეთქი ესეთი სიტუაცია მაქვს. ანუ ნახეთ, რული მქონდა ჩემს სიმაღლეზე მორგებული, რომელსაც extender და ამამაღლებელი რკინა მქონდა გაკეთებული და ამ რკინას შინით ღერძი რაც მქონდა ჩამოსხმული რკინის, ეგ გადატყდა და ეს რო გადატყდა სმთლიანი საჭე მე შემჭა ხელში, ხო რა. მერე რა უნდა მექნა? სანამ ბიჭები მოვიდნენ, მოვიფიქრე რომ თვითონ სტემით დამემაგრებინა ჩანგლის ტრუბაზე და რაღაცნაირად ეს სვლა თუ შატკა თუ როგორ ქვია ქართულად სვლა კი ექნებოდა, მაგრამ რაღაც დონეს მაინც გავივლიდი და მაინც იმედი ქონდა. ხო, რაღაცნაირად ქონდა მაგის იმედი რომ შეიძლება და გამოსვლოდა. ბიჭებიც მოვიდნენ მერე და ნიკამ თავისებურად ჩაერია რაღაც ყველა მიშან მიეხმარა რაღაცა და მომირგეს და მეუნებიან ეს რაღაცას რომ ეს კი გავაკეთეთ, მაგრამ შეიძლება ცოტაო კარგად ვერ მოვუხო. რა კარგად ვერ მოვუხო, თავარია ხო იulis რაღაც. კი. დავჯექი და დავიწყე ისევ თავიდან, სადღაცას 9 საათი 40 წუთი ალბათ დაიკარგა ამ ყველაფერში. მაგრამ მაინც ის შემართება მქონდა რომ სადღაც დრო მომცანა საშუალებას გამეგზელებინა და რაღაც მომენტში მე აი ივასაც ვეუბნებოდი დღეს რომ ამ საჭის გატეხვამაც კიდევ შეიძლება უფრო მეტად მომენტში გამაძლიერა რომ ესე მგონია რომ ჯუმბერ დეჟავას ისტორიაში რაღაცნაირად ამას გამაძლიერა რომ იქნებ და დავიწყე მარდა გიკომიდიოდენ წინ და ნაქალაქების ჩეკპოინტის აღების დროს როცა ამათმა აიღეს და უკან მოდიდნენ უცებ მე ვხვდები გზაში და ეს უკნე როგორ ხართ რაშევით ავედით და უკან როგორი სისტრაფით ჩამოვედი არ მახსოვს რა აი ყველანაირად ვცდილობდი რომ ეს დაკარგული პერიოდი აღმედგინა დავიწყეთ მე ასვლა ახალ ქალაქისკენ უკვე საკმაოდ კარგი აღმართები არის იქაც და დინარეები მოდის ხეობა და ეს ჭდილები და რაღაცეები თავისთავად ასრულებდა მზე აღარ გაცხუნებდა ესე ძალიან როგორც მანამდე სადღაცას მე ახალ ქალაქში როვდით სულ ჩქარობდი ამ რულის ამბის მერე სულ მასში ვიყავი რაღაც აი ადრენალინი მქონდა ძალიან ისე და სულ ჩქარობდი ანუ თითქმის არ ჩერდებოდი ხოლმე მომენტში საჭმელიც ისევ ჭამე დაჟე ისე გავწვდი ამათ იმ მომენტში რომ ვაფშე არც დამინახია არა შეიძლება ახალ ქალაქში რაღაცა ქუჩით მე გავიარე რაღაც ქუჩით ამათმა გაიარეს როდის რა გავაკეთე იმის მერე არ მახსოვს და ერთი მახსოვს ახალ ქალაქში ის რა ქვია შაურმასავით რაღაც შევჭამე რომ ეს ენერგიები მეთქი უცებ ისე შევარდი ამ იმაში რა ქვია შაურმაში მეთქი ზამეჩქარება და შეგილეჩქარა რაღაც უცებ წავდა და ერთი წალი კოკაკოლა დავლიე ისე მიიღო ორგანიზმმა რომ აი ეგრევე მეორე დავლიე რა და ეს შაქრის შაქარი იყო ჩემი საწვავი მაგ მომენტში რა დიდი ტიპი შემოვიდა წვენი ხო ანუ ვერ ხდებოდა რა ხდება არაფერი მეთქი შია უბრალოდ ძალიან ესე რაღაცა უნდა მეჩქარება წყალი ამავსებინეთ მეთქი უთხარი ბოთლში წყალი ჩამისხეს და წავედი ნინოწმინდისკენ უკან 20 კილომეტრი არის ახალ ქალაქსა ნინოწმინდა შორის დაშორება და ამ 20 კილომეტრის მანძილზე თითქმის არაფერი მაღაზია და დრაივი და ეგეთი რამე მახსოვს რომ არაფერი არ არის არჩტილი არ არის და სიცხეც კაკრას აი დაიწყო დაახლოებით ალბათ რომელი საათი იყო პირველი 2 საათი ქარიც იყო კი და რომ მივდიოდი გზად რამდენი ხანი უნდა გეყოს ხო ეს ნახე ერთი ბოთლი მქონდა სამწუხაროდ ერთი ბოთლი წყალი რამდენი ხანი გეყოს მაქსიმალურად ხან თავზე ვისხავდი ხან სვავდი და დაიცალა და ეს რაღაც გადარჩენის ინსტინქტი ის ჩამერთა მე რომ რა ვქნა და დავიწყე მანქანები რომ მოდიოდნენ ვანიშნებდი ბოთლს რომ იქნებ ვინმეს ხო არის მომენტი რომ წყალი დაჟე ვიდეოშიც ვიძახი მაგას რა რომ იქნებ ვინმეს წყალი ქონდეს ჩამისხას დავლიო და მე ვიღაც ბაბუმ 1-2 წუთის მერე დიდი სატვირთო მანქანით მოდიოდა და გააჩერა ცოტა შორს და გააღო კარი და გამომიწოდა ესე ბოთლი და გავიქეცი ეგრევე გამორთ და მაგათ მგონი მაცივრები აქვს არ ვიცი და სულ ცივი წყალი ქონდა იმაში და ეგ იყო ხო იცი აი უდაბნოში რომ იმას აღმოაჩენ რა ქვია მადლობა უთხრა ეს 9 ლიტრი რაც ჩაეტია ჩემ ბოთლში ჩავასი და ის დავლე და გავაგზელე სიარული და ნინოწმინდის აბრასთან რაც ნაძვები იყო იქ ნახე ვიღაც ორი ტიპი იჯდა ერთი გოგო იყო ერთი ბიჭი და ველოსიპედი ტრასასთან ახლოს დავტოვე გზასთან და მივედი თუ შეიძლება თქვენთან დავждდე კი რა თქმა უნდა
დავიწყეთ საუბარი. საიდან ხარ, ბატო ხარ, ვინ ხარ? გოგობიჩი იჩნენ ველოსიპედები გაჩერებული. ხო. ჭეშმარიტ ველოსე დაუწყდა. ხო და მეთქი არა. თუ შეიძლება ან ძალიან ისე ძილობის პარლებში გერმანელები თუ შეიძლება რომ თქვენთან როგორ? რატო დავარტყი? არა. ხო და ამ გერმანელებთან რომ მივედი, რა ინტერესებდა ხა საიდან მოვდიოდი, როგორ მოვდიოდი, მოვუყევი ბრევეტი გვაქვს 40 საათიანი, 600 კილომეტრიანი და ვა, ძალიან მაგარია თქვენ დაშვებით, ჩვენ გერმანიიდან დავიწყეთ, ჩინეთში მივდივართო. მიგოთაც რა მაგარი დაუხე. ზენაკლები გიჩნდა. ხათხაზე ნაკლები გერმანიაში ეჭა. და ამათ ვთხოვე რომ ეს უბრალოდ თვითონ შემოთავაზეს რომ ელექტროლიტები ხომ არ გინდაო. თუ შეიძლება თუ გაქვთ კი მეთქი და ეგრევე ბიჭმა აიღო რაღაც ჩანთები გადაჭრიკა და მომცა ეს ტაბლეტები წყალში ჩამიყარა და დავლე და მან თითქოს მე ხო გადმოხედა და წავედი მეთქი აბა კარგად იყავით მაგ ტაბლეტებს ეძებ ხო? ხო მაგის მე მან მართლა მეორე სიცოცხლე არ ვიცი რა როსო ჯერე აი ახალ რა იცი რა სკოლები ხო და ეს იმის აქვია მარწყვის და კენკრის გემოიანი იყო რა და რო დავლე კარგად ესე წამოიღო ენერგია რო სუსტად რო გავაგზელე სიარული მე საკმაოდ ისეთი უღელტეხილები ნუ სერპანტინები იყო ესეთი ფოკაში აღმართე ფოკაში უნდა ჩავსულიყავი უეჭველად და ნუ შეძლების დაგვარა დავჩერდებოდი რა რომ და მე ფოკაში რო ჩავედი მიშას დავურეკე აბა თქვენ როგორ ხართ რა შევით მიშა ნუ ჩვენ ზოგი მოვდივართ ზოგი ესე ვართ იქაც რომ ჩავედი მაღაზიაში ნაყინები ვიყიდე იმიტომ რომ ესეთი მაღაზია იყო იქ რომ რამის სხვა რაღაც სყიდვას აზრი არ ქონდა იმდენ ხო ეგრევე და მახსოვს რომ ხო მართლა მაგარი შეშინებული ვიყავი რაღაც პანდა ეხატა არ ვიცი არ მახსოვს და ალბათ დათვის ძალა მომცა რამდენიმე ცალი ნაყინი 19 საათში გაია როგორ 39 და 45-ში კი ტრიალი რამდენი საათი იქნება აუ ეგრე ნამდვილად არ მახსოვს რა არა ტრიალი თლიანი 26 საათი დაახლოებით ხო 26 საათი მეტი გექნებოდა არა ეგრე მახსოვს რა 1-2 საათი გეძინა 9 კილომეტრზე 1 საათი 1 საათი ეგრე მახსოვს რა დანარჩენი ალბათ ვიშენებდი რაღაცა ეგრე მახსოვს რა 28 საათი მოიცა ნახავ ნახავ 33 მთლიანად და შენ რო არ შემეშალოს ხო შეიძლება მეშლება ერთი წამით თან ისვენებ მაგ დროს რა ერთი წამით გაჩნია რას ჩამეთ ხილს თუ ჩამეთ ამ გზაში შევით ისედაც რაღაცა თხილები და რაღაცა ველოსიპედში გიგრია მაგრამ დასვენებაც შეიძლება რა და მარემ რითი ციხარად მაგაგებება არა ბოდიში 32 საათი მაქვს ლამის ხო შემეშალა ბოდიში 32 31 და 56 მქონდა ბოდიში შემეშალა და ესე იგი ორჯერ მოგვატყვა მაიმუნობს შემდეგ დაიწყო ფარავანის უღელტეხილი რაც ძალიან რთული ასასვლელი იყო ეგ მაგრამ ქარი მიბერავდა ზურგიდან არ ვიცი როგორ მოხდა ეგ იმიტომ რომ საკმაოდ მაღლა წევ მე მანდაც იმას elevation-ი კარგი ბლომად არის რა რომ მოვდიოდი ქარი მიბერავდა უკნიდან და ეგ ძალიან დამეხმარა ვიდეოშიც ვამბობ რა აშკარად იგრძნობოდა რომ ეს კი და შემდეგ ზემოთ ძალიან ციოდა უკვე უღელტეხილზე იქაც ზაღლები და ეს ცხვრის ფარები იყო მაგრამ საბედნიეროდ გამოვიარე ისე რომ არაფერმა არა არ შეცვალა შემომეჭა კი არ შეცხვარი არ დაშავებულა დაიდის კი მე წალკაში ჩამოვედი იქაც ერთი დიდი ხაჭაპური შევჭამე და 4 ნაყინი არა ნაყინი ძალიან მაგარია ჯანში რამდენი ხისა ბოდიში ახლა ბევრი არ ძალიან ინდივიდუალური ხო გაქვს ფილმი ნანახი ძალიან სწრაფები როა შემიძლია უმიმიტო ჟელიბონი ვჭამო აუ მე ვერ ჭამდი ჟელიბონს ვერ აი ძალიან ისე ვჭამდი რა ძალიან გააჩნია როგორი ნახინი ჭამდა
რაღაც ცნობილი არც ერთი არ იყო. ერთ პანდა ეხატა, ერთი რაღაცა პროსტო ის იყო. რა ქვია, კარაქის შეფუთვაში რო ნაყინები არის, ხო ის თეთრი, აი ეგ მაგეებს ჭამდი ხოლმე. ზაში ვოლტია გლოუ უნდა გამოიცა ხო და რო გაწყვეტ. და მე აი ხა ერთი საინტერესო რა არის კიდევ, წალკის მერე ეს რაღაც მონაკვეთი იყო დაახლოებით ალბათ 20 კილომეტრი, სადაც ნუ ადიხარ, ჩადიხარ და მახსოვდა რატომღაც რომ ანუ 400-იან ბრევეთზე თბილისიდან რო წამოვიდით სამარშრუტო ტაქსით მაშინ ველოსიპედი ეგრე წამოვიღეთ საკმაოდ ბევრი ამოვიდით თბილისიდან და მახსოვდა რომ მეთქი წალკაში რო ჩავალ იქიდან ძალიან ბევრი დაღმართი მიწევს და ეს 20 კილომეტრი ძალიან გამეწელა რა და მე ამ დაახლოებით შეიძლება მეტიც იყო მე უბრალოდ ეგრე მახსოვს რა ამ მანძილის მეგრე დაიწყო დაშვება და დაშვების დროს მე მაქსიმალურ სიჩქარე უნდა ხე 106 მქონა აკრეფილი ანუ თელი არა აი ბოლომდე თქვი რომ როგორც შევძლებ ისე უნდა ვიარო რომ ეს დაკარგული დროები რაღაცნაირად აღვადგინო და ჩავიდე იმ ადგილს არ ვიცი ოჯახს არ აჩვენე დაჟე ერთ მომენტში ვიღაც ორი ჩინელი თუ იაპონელი ტურისტი დამეწია მანქანით ესე გვერდზე ამომიდგა და ესენი მიიღებდნენ ვიდეოს როგორ მოვდიოდი და მე ამ გოგომ ხელი გამომიწოდა რომ ისა დაარტყიო და მეთქი შანსი არ არის ვერ დაგარტყავთ ამაზე თავი ხო არ ვერ მიხდა და რომ ცოლი მყავს ხო რა თქმა უნდა მე საჩერიც რო დაგივა ანუ არ გეშინო და ის რკინა არ გადატყდებოდა ეხა არასებობს ის რკინა არ გადატყდებოდა არა უბრალოდ თავსახური აღარ მქონდა მაგის ეთქეფი თუ რა ქვია მაგას არ ვიცი ეგ არ მქონდა და დანარჩენი ყველაფერი რიგზე იყო და მე მიშას დაურეკე რომ რა შევით და ჩვენ მანქანით მოვდივართო მე მოვთხარი ეს ყველაფერი ჩამოვედი ეხლა ერთი 50 კილომეტრი დამჩა თბილისამდე და ცოტა ხანი ხელი უნდა ვიგორავ, თორე ფიზიკურად აღარ შემიძლია და ვლაპარაკობდი მაგასაც რომ მეთქი ესეთი მაგარი დაშვება ამ კოჯის აღმართიო არასდროს დიდი თონეთის არის მაგ ხო აი ზუსტად მაგ აღმართზე ვიყავით და ნუ ცოტა რომ გავიარე ფეხი და ეს კუნთები დავასვენე დავიწყე ასვლა მე დამეწინე მანქანით ყველანი და რომ ესე ჩემთვის ჩარგული მაქვს თავი ქვემო ფიხურები მოვდივარ და უკიდან მესმის რაღაც შეძახილები მე ტურ დე ფრანსზე მეგონა თავი და ამან ძალიან დიდი მუხტი მომცა რა რომ ეს რაღაცნაირად ფეხებში ძალა მომივიდა და მე წყვილი დავიწყე და მოუმატესიაროს და ძალიან როგორ მე სანდრო ხო მე ბიჭები გამწდნენ წავიდნენ ვიდეოები გადამიღეს სურათები გადამიღეს და ისევ მარტო დავრჩი ჩემთან და მე ამ მონაკვეთის შემდგომ მიწყება ისეთი რელიეფი სადაც ხედავ სად უნდა გაიარო და ეხა მომენტებში რო ხედავ რომ აი ცოტნე ისა აღმართი გაქვს დასამუშავებელი ეხა რამდენი კოკაკოლა დავლიე რამდენი ენერგეტიკული დავლიე მართლა არ მახსოვს რომ რაღაცნაირად ეს ხომ მქონოდა რა ძალა აუ ბევრი არა მაგდენი არა ნუ სადღაცას ალბათ 140 150 წლის პარკებში ჯამები გაქვს რაჭამი მაგას 50 არა მაგდენის ალბათ ერთ ჯამში 20 ნაყინი ვჭამე ალბათ მეტი არა ეხლა ერთი რა მაინტერესებს რა მე მარიცას ვთქვი როგორც მონაწილე ბიჭო გიყავს რომ ველაპარაკე ხო რაღაცა კილომეტრი ხონდა გავიდი და აღარ შემიძლია მე ვთხარი სიცურები არ გავა დროში არ ეტევა ხო დროში ვეღარ ეტეოდა ვიცი აზრი არ ქონდა რომ გამეგზელებინა წყალი არ არის არ მოდის ნეტარს არის 7 საათში რა დილას დაუყო და საღამოს გიკოს არა ვეღარ დაურეკე მოძრაობა ხო იცი რატო აი მომენტები იყო მაგათაც დაჟე დასაწყისში რომ მე ვასწრებდი რაღაც მონაკვეთები და ეთყობა მე ისეთი მომენტი ქონდა ბევრი დროები დავყავდა ხო შეიძლება აი ხო გეუნებ მეორე დღეს აი რულის მერე რა ანუ თითქმის არ ჩერდებოდი იმიტომ რომ ეს დაკარგული დროები და ისენი შეიძლება უცებ შევარდი შევჭამდი ხო აი ორგანიზმი მართლა რასაც ქვია დავაფუშინგე მივაწექი ბოლომდე რა აი ხა დაუშვათ ამ დღევანდელი გამოსახედიდან ხო აი დაუშვათ აი რასადვლი რომ არასწორად გააკეთე დაუშვათ შეგეძლო უფრო უკეთესი შედეგი გაკეთო თუ ეს იყო ის მაქსიმუმი იცი რა არის მამუკა ალბათ მაქსიმუმი იყო ჩემ ჯერჯერობით იმ ამაღლების ფონზე რაც ქონდა ვიცი რომ აი 400-იანზე რა შემეშალა რა
ხო აი გეტყვი ზუსტად ვიცი შენ რაც ქონდა მომენტი მე მქონდა ეგ მომენტი რომ მე მქონდა ველოსიპედს 1000 6,000 იყო რატო ბოდი არ ვიცი მე ეგრე მახსოვს ხო 6,000 მე ვიარე 5,600 ვიარე და 130 კილომეტრი იყო 1000 კიდე დარჩენილი და ზუსტად ვიცოდი რა აღმართები იყო მე მახსოვდა რომ 600 იყო ხო ნახე მამუკა მე ზუსტად მახსოვს შენი შარშანდელი ესე კომენტარები რომ რაღაც მომენტში ელოდებოდი ვიღაცებს რაღაც მომენტში აი მე მქონდა ეგეთი მიდგომა რომ მესმის ყველანი მეგობრები ვართ ერთმანეთის ყველანი რაღაცნაირად ერთმანეთს გვერდში ვდგავთ მაგრამ თუნდაც აი ირაკლისას და გურულსაც უთხარი რომ რაღაც ის 5 წუთი ის 10 წუთი რომ დავროდებოდი იმათ შეიძლება რომ ბოლო მომენტში უკვე ხო აი მაგას თითოეული გაჩერებიდან მაქსიმალურად ნაკლები დრო მინდოდა რომ დამეხარჯა გაჩერებაზე და არავის არ უთმოდი დროს არავის არ ველოდებოდი და ეგ მომენტი სტილის გატეხვა ხო არის გამოულოდნელი თემა და კი აი ხო გეუნდები საბურავი ერთხელაც რომ გამხეთქო და ჩათვალე ვერ მოვასწრებდი ჩამოსვლას რა მაგას მოითვალისწინებ ხო თავისთავად და მე მოვიდა სანდროს მომენტი იყო ძალიან მაგარი თურმე მოუწერია რაღაცები ჩემთვის რომ რა გინდა რაღაცა და მე ტელეფონი ჯიბეში მაგ გიჟივით მოვდივარ რომ რაღაცნაირად ამ დროში ჩავეტიო მე მირეკავი და მე ჩემგებიო და სადარიცო და სანდრო რომ მოვიდა, აი სანდროს მოსვლა იყო, აი მართლა ახლიდან დაბადება რა, იმიტომ რომ მაგას სულ ვიტყვი და სანდროს მადლიერი ვიქნები ალბათ სულ. აი მართლა თელი გულით და თელი ემოციით ვამბობ რომ სანდრო მომეხმარა 90% რომ ეს ბრევიტი დამესრულებინა რა. გელები მომცა, ერთი ცალი კოკა-კოლა მომიტანა მახსოვს და წყალი ყველანაირად ეს ყინულები ჩავილაგე და აი ეს იყო მართლა ახლიდან დაბადება ჩემი რა იმ მომენტში, იმიტომ რომ თითქოს ეს 550 კილომეტრი არც კი გამივლია, ისეთი მაგარი მუხტი მომცა რა სანდრომ რა. ამ გელებმაც თავის იქნა, გელემა თავის იქნა, კოკა-კოლამაც თავის იქნა და დავიწყეთ აღმართები, რომელიც მართლა საუკუნედ გამეწელა მე აუ გაიხარა. საუკუნესავით გამეწელა კოჯორში ამოსვლა. კოჯორში სანდრო მიგეგმავდა ხომ, აი ცოტნე ეხა ერთი აღმართი დაგვჭა 300 მეტრის იარე, გაუძელი, მართლა პირადი თქმელივით გამომეცხადა იქ, რომ რაღაცა ვიცი, აი მანქანით რომ მიყვებიან და ხო რო ეუნებიან რომ აი ესე იარე რაღაცა და შემდეგ ვიბე სიგარეტი შემდეგ კოჟრიდან დაშვება იყო ესეთი 1 საათი ქონდა დარჩენილი სანდრო მითხა რომ მოასწრებთ თავისუფლად 1 საათში და ან ძალიან არ ჩააჭირო იმიტომ რომ რაღაც მომენტებში გზები ცუდია რაღაც მომენტებში შეიძლება და ნუ რა გაქვს ხა დარჩენილი ხო ეს დაღმართი გაქვს დარჩენილი ბოლოს რომელიც უნდა მართლა ჩაიშხუილო რომ ამ 1 საათში ჩაეტიო და მან უკვე ყველაფერი შეიძლება შენ საწინააღმდეგო წამოვიდეს ერთი პატარა ორმოში ჩარტყმა შეიძლება გასკდეს აბურავი და სულ 10 წუთში გააკეთო შეიძლება ის 10 წუთიც უკვე გადამწყვეტი ყოფილიყო დროიდან გამომდინარე რა და ნუ ჩამოვედი სანდრო უკიდან შუქებით მომყვებოდა რომ მანქანების ენაჩნებინა კიდევაც ჩემთვისაც გაენათებინა კიდევაც და ეს ბოლო მონაკვეთები ბოლო რამდენი კილომეტრი 30 კილომეტრი ეგიდან მეგონი კოჯრიდან ის თბილისში ისე ჩამოვედი რომ არ მახსოვს რა აი დღემდე ხანდახან მომენტებში ეს ქარი და ისე მიბერავდა რომ არ მახსოვს ბოლოს ლადუასათიანის ქუჩიდან დაახლოებით რავი 6 წუთში მოვიდი ველოზეგლამდე ის უკვე ბოლოს ისეთი ის ქონდა რომ არ გაჩერებულიყავი რა ხო აი მართლა დაზომბირებული ვიყავი ბოლოს ახლა ამე კაი გითხარი კაი ხო მაინც კარგი იყო კი კარგი იყო ძალიან იგივე გზაზე დავფიქრდები რა ვიცი მაგრამ შეიძლება უფრო წავიდე იგივე გზაზე არ ჩავატარებთ არა ნახე ისი რა არის ამ ყველაფრის მე თან მომენტი მქონდა კიდევ რა აი რაღაც პატარა დეტალები არის რომელმაც კიდევ და კიდევ ძალა მომცა რამაც დამასრულებინა აი მიშასგან გოგოებისგან ბიჭებისგან კი შენსაც რო ვიგებდი რომ ანუ რაღაცნაირად ჩვენ ქართველები კი ეს მეგობრული თემა არის ზუსტად ვიცი და ყველანი ერთმანეთის მეგობრები ვართ იქ მიწვევულად მონაწილეობს მაგრამ რაღაცნაირად მქონდა ის მომენტი რომ ყოფილიყავი ერთი მაინც ქართველი ვინც ამას დაასრულებდა. ეგ კიდე ცალკე მაძლიერებდა.
იქ ხალხი რომ ფიქრობდი რომ მელოდებოდა არა კი იქ რო ვიცოდი რომ ვიღაც მელოდებოდა ეს კიდევ თავისებურად მაძლიერებდა და რაღაც მომენტში და ცემლებიც მადგებოდა ხომ თავზე რომ მიდი ბოლომდე რაღაც და ძალიან მაგრად გავიზარდა ფსიქოლოგიურად მაგ მომენტში ანუ ამ ბრევეტის მერე და უფრო მეტად ან მენტალური ძალა გაიზარდა რა ჩემი ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ მომავალში ალბათ ეგ ყველაფერი მერე სხვა ბრევეტებზეც გამომადგება ემზადები 800 კილომეტრიანისთვისა 800 კილომეტრი არ არის 1200 არის და არა 1000-ია მერე შემდეგ 1000 და მერე კაი ამბავი იყო რა აი და ზაღლები რო არ იყოს ხო უკეთილი დი წყნარა თავისთავად და ის ზაღლები რო არ იყოს წყოლები რო არ იყოს სიცხე რო არ იყოს და ქარი რო არ არა იყოს სიცხე და ქარი სხვა ხალხი რო არ არსებობდეს წყოლები არ უნდა იყოს და ზაღლები არ უნდა იყოს რა ევროპაში და იმ ბრესტზე არა არაფერი სამ ბავშვი დაჯდა ბოდიშ და ჩავდებ ცოტა ხანი დაიტანოს მეორე დღეს ბავშვი წავიყვანე სოფელში ჩაულებრივი ერთი დღე დავიშენე და სამსახურში წამოვიდი მე ველოსიპედი ისევ ჩაულებრივი გავავიწყე როგორ ფეხები ეხას ტკივა და გაშავებული მაქვს თითები რამდენიმე მაგრამ არა უშავს ეგ ჩაულებრივი გავავიწყე როგორ დრო არის ბრევეტის მერე როდის იყო წინა პარასკევს იყო ზუსტად წინა პარასკევს იყო ზუსტად აი ყველაზე და აი ეს თითებს ბოლომდე კარგად კიდევ ვერ ვშლი რა ეგ ორი ფაქტორი მაქვს რაც ტკივილი ჯერჯერობით არც კუნთების ტკივილი არ მქონია არაფერი ისეთი რომ რაღაცა ყველაზე მეტად კი გეტყვი ყველაზე მეტად ნახე ზოგადად რაც მე თავი მახსოვს სულ დავდივარ რაღაც ადგილებში ხან ფეხით ხან მანქანით ხან რაღაც თელი ჩემი ცხოვრება მახსოვს რომ რაღაც საქართველოს ნახავდი და ბოლომდე რაღაც ადგილები რაც ვერ ვნახე ესე ეხა ველოსიპედით ვცდილობ რომ ვნახო და თუნდაც ეს ატენის ხეობა კიდევ რაღაც ადგილები რომლებშიც არ ყოფილა და ველოსიპედი გავიარე ეს იყო შთამბეჭდავი და ამ გარემო ფაქტორებმა და ამ გარემო ბუნებამ ძალიან დიდი შთამბეჭდავება მოახდინა ჩემზე რომელიც თავისთავად მე განწყობაზე აისახება და ხასიათზე აისახება და ბრევეტს მე დიდი მინუსი აქვს რომ ვერაფერს ვერ ათვალიერებ რა პრინციპი რომ დროზე ფიქრობ რომ არა ო არის ეგ მომენტი პური არა ხოდა პირველივე ჩეკპოინტზე მქონდა ეგ პირველი ყველაზე მეტად გამიჭირდა პირველი ჩეკპოინტის აღება ყველაზე მეტად გამიჭირდა ეგ რა იმიტომ რომ სიცხე იმდენად ძლიერი იყო რომ აი მართლა მეთქი რატო ვაკეთებ ამას არა რამდენიც კიდე არა ერთი მომენტი კიდე რა არის იცი რაც დღის განმავლობაში ვერ ვიარე სიჩქარის კუთხით რა როგორც კი მზე ჩავიდა მე ღამე ავინაზღაო იმიტომ რომ ღამე სიგრილე რო იყო და ღამე ეს შემაწუხებელი მომენტი არ იყო და ერთი ორად მე უკვე ენერგიას აი მონალურად შემასუძახია ხო აი და მიმია რომ ხედავ რომ ვიდიხარ და აღმართია და კიდევ ვხედავ არა აი გეუნები ეგ ვიდეოშიც მაქვს რაღაც მომენტები რომ მივდივარ ვაჩვენებ რა ეგ უნდა ავიდე შეფასებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა რელიეფის შეფასებას როგორ შეაფასებ როცა ნახავ რომ აი რაღაც გაქვს დასამუშავებელი შენ დაუშვათ ხო აი ამას დავამუშავებ 1 საათში ხო და ეს 1 საათი ხარ იმისთვის შენ მზად რომ ეს ყველა ატრიალო წახვიდე შენ მარტივიტას მარტო რომ მიდიხარ შენ თავი ფიქრო ისე რომ შეგაგდეს ელაპარაკე კი ზუსტად ის მომენტი რომ всё აი ახლა შემიძლია რა ხო და მაგას ვამბობ პირველ ჩეკპოინტ აი მარმა ჩამიარა და დაჟე აი ის ამის ერთი სიტყვას რომ ჭდილისკენ გადმოდი ხო მაგანაც გადახვედი იქით შეიძლება რაღაც მომენტში ის 200-300 მეტრი გამოდი ო აი ძალიან დაგიძახოს რა არის აი გარედან მოგებრძოლო გარედან ანუ ნიცის რომ უნდა გააკეთოს მაგრამ კი სიტუაცია ის დონეზე აქვს ეს გარედან ინფორმაციას რომ ეს ჯუპიტის ის ეგრეიმაშობა და კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე რა და ანუ იცი რა არის ზოგან ხანახან შეიძლება ორგანიზმმა ვერ მიიღოს რაღაც საკვები და ძალიან მოკლედ ოღონდ დავაი შეგარი რა რომ დანამატები მიიღოს რომ ამ მადლობა გაიხარეთ თქვენ გამაძლიერეთ ყველა მე მართლა არა ნუ კი ეგრე იყო
მე ძალიან მოკლედ მოგიყვებით, ცოტნე ძალიან საინტერესოდ მოყვა და იმ ნაწილებს რაც თქვა აღარ ვიტყვი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ვფიქრობდი, რომ ანუ დაგეგმილი მქონდა ისე, რომ რაღაცა პირველ ჩეკპოინტთან მივალ, ესე რა. აი პირველიდან მეორემდე მივალ, აი ესე მივდიოდი, იმიტომ რომ ანუ 600 ახლა ერთბაშად რო წარმოვიდგინე, თან მე ყველა ადგილას ვარ მანდ ყოფილი და ვიცი რა აღმართებიც არის და ესე ერთბაშად მართლა ძალიან შეჩვენებდა ვიდეო რო ჩავწერა რომ მეშინია თქო, ანუ არ უღადაობდი, მართლა მეშინოდა რა. იმიტომ რომ მართლა სერიოზული ისინია გზა არა და რა შეეხება ენერგიას, პირველ ჩეკპოინტთან ძალიან ისე მივედი ენერგიულად, სადღაც 2 საათით ადრე მივედი და ოღონდ აი ძალიან ენერგიულად ვიყავი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ მქონდა, ერთი ცხელოდა და წყალს ვსვამდი ძალიან ბევრს უბრალოდ და ზოგს ვისხამდი. ანუ ყველა ჯერზე როცა მაღაზიას დავინახავდი, მივდიოდი, ვჩერდებოდი, ნახევარს ვისხამდი, ნახევარს ვსვამდი, რაღაც ეგრე რა. მერე უკვე რო წამოვედი ხაშურისკენ ახალდაბის კი არა და ხო ახალდაბის ისა ჩეკპოინტზე ძალიან ესე მოვედი ენერგიულად ანუ არანაირი ისეთი პრობლემა არ მქონდა რასაც შეიძლებოდა სერიოზულად შევეწუხებინე კი მანდაც სადღაც ადრე მოვედი მანდაც საკმაოდ სადღაც 4 საათისთვის მოვედი მანდ და მერე ვჭამე გალფში პირველი ისეთი საჭმელი რაც მარილიანი იყო არ არის ტკბილი მანამდე სულ რაღაცა ტკბილ ენერჯი ბარებს ან იმას ვჭამდის ჟელიბონებს და რაღაცებს და მან ვჭამე ჰოთ-დოგი გალფის ეგ ყველაზე ნორმალურია ჩემთვის და გზადაგზა ვსვამდი კიდე ბევრ წვენს რა რაღაც ისეთ ფორთოხლის წვენი რო არის რაღაცა პატარა კოკა-კოლა რაღაც ეგეთი იოგურტებიც ძალიან მაგარია მერე უკვე ახალციხეში რო ვიყავი უკვე ხამე იყო მანდაც გალფში ვჭამე და მანდ უკვე ვიგრძენი როცა და მოსაღამავდა რომ ეს მუხლი რაღაც ისე კარგად არ მაქვს რა და მე 2022 წელს რაღაც აურიაში მოვყევი და ეს მუხლი დაზიანებული მაქვს და ესა ფეხს რო ესე გვერდულად ხსნი არის ძალიან ისეთი მოუხერხებელი აქამდე ესე არ გაუხსენებია თავი მოკლედ არასდროს რა და ეთყობა გახურებული რომ მქონდა მუხლი რაღაც დროს ძალიან სწრაფად მოუხსენი ცუდი მოძრაობა იყო რა და მაგის მერე სიცივემ ძალიან იმოქმედა და ეს ზარზმის გზა იყო ტანჯვა იმიტომ რომ მუხლი სასტიკად მტკივა ან მუხვირი ისე მტკივა თან ძაღლები მომსდევენ თან არაფერი არ ჩანს გზას საერთოდ მივედი ზარზმის ჩეკპოინტთან წამოვედი მან კიდე ცოტა დრო იმაში დავკარგე რომ ისა რაღაცა მარშრუტი ისე მქონდა რომ ცოტა მთავარ გზაზე არ მიდიოდა და მაგ მარშრუტის შემოწმება დავიწყე და ამათან გარკვევა და ძალიან სისულელე ვქენი იმიტომ რომ სადღაც ნახევარ საათი უბრალოდ დავკარგე მერე უკან წამოვედი და ახალციხეში რომ ჩამოვედი დაახლოებით იყო ხამის 2 საათი და მიშამ დამახვედრა უკვე დასტურვა დაჯავშნილი რაღაცა დავიძინე ზუსტად 2 საათში ავდექი 1 საათი მქონდა მაღვიძარა, ხო, 1 საათი მქონდა მაღვიძარა, მაგრამ მეთქი კიდე 1 საათი მაქვს რომ დავხედე, იმიტომ რომ გამომუშავებული მქონდა ეს დრო ესე ვთქვათ, ცოტა ჩქარი სიარულით. ავდექი 4 საათზე, მოვემზადე, ჩავიცვი თავიდან ყველაფერი და წავედი ჯერ აფთიაქში ვიყიდე ის მუხლის გამახურებელი, შემოსაკრავი რაღაცა ფეხზე. და დავიძარი, მანდაც ნუ ძალიან ბევრი ძაღლი იყო. გალფში ძალიან ნერვები მომიშალეს, იმიტომ რომ იქ რო უნდა მეჭამა დილით და ერთი სული მქონდა რომ მეჭამა ის გემრიელი ჰოთ-დოგი. მაგ გოგო მითხრა რომ ისო ჩვენო მე უფრო უკვე გავწვინდეო ეს ისა რაღაცა რაც უნდა გადავაბარო დილითო რა და ეხლა ვეღარ მოგიმზადებო და აი ძალიან ნერვები მომეშალა იმიტომ რომ ტკბილის გარდა სხვა არაფერი არ აქვს და ჰოთ-დოგის იმედი მქონდა და 24 საათი მუშაობ მანამდე ვკითხე და ანუ ძალიან ნერვები მომეშალეს და ანუ წამოვედი მე მეორე გალფი შემხვდა და იმათ მითხრეს რომ სადღაც 6 საათი იყო მაგ დროს რა 6 ხდებოდა და მეთქი ანუ თქვენ და ჰოთ-დოგი ხო არ თქო და ამ დილით ამ დილა ადრიანო რა დროს ჰოთ-დოგიაო და მაგრად გავბრაზდი ანუ ნერვები დამაწყვიტეს რა გავზაუღუპია და თან მაგ დროს კიმშია მაგრამ შიმშილზე მეტად გაბრაზებული ვარ და ამ გაბრაზებულზე მეტად მუხლი მტკივა და მუხლზე მეტად კიდე აი შორტი რომ მაცვი აშკარად რაღაც ეგ შორტი უნდა შევცვალო იმიტომ რომ ძველია და ძალიან გაცხელებულია რა და ანუ ერთი სული მაგ რომ სადმე წყალში ჩავიდა მარჯვნივ მდინარე მოდის მარცხნივ რაღაცა სულ ჩხრიალი ისმის მაგრამ ორი ყველგან არის ნიშანი რომ არ შეიძლება ამ წყალში ჩასვლა იმიტომ რომ არის პატარა ჰესები კი და ანუ წყალში ვერსად ვერ ჩავედი და ძალიან მეწვის ანუ მართლა იმიტომ რომ ანუ ეს რაღაც განრბილი ის აკეთობა თბილი რა და ანუ
ძალიან მეწვის, ვერ ჩავდივარ წყალში, წყლის ხმები მესმის, წყალი დასალევი არსად არ არის, ანუ ნერვები დამაწყდა. რა ცუდია ეს ბრევეტი. შიმშილი ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა. მერე ნუ ავიარე ახალქალაქი, ახალქალაქში სადღაც 1.5 საათი მეწინა პარკში. ვიღაცა პატარა ბავშვები მოდიოდნენ, ესე მიყურებდნენ, მათვალიერებდნენ, ძალიან საცილო იყო. მერე მანდ რაღაცა ძალიან გებრიელი ცივი წყალი დავიწყე ფანტანის, დავიე ლუდი, დავიე კოკაკოლა. და წავედი ნინოწმინდაში ვჭამე რაღაც საშინელი პიცა, რომელმაც გულძმარვა დამმარცხა და დანარჩენი კილომეტრები თაუბეთ ვიწყევლიდი, რომ ეს რაღაც ჯანდაბა ვჭამეთქო. და მაგ დროს უკვე სადღაც 400 საღამოს ტბასთან ვიყავი რა. და მაგ დროს არის ქარი, არის მზე, ახარ მზის ხულზე არანაირი ჩრდილი არ არის. თან ვიცი რომ წინ აი უამრავი აღმართია და თან დროსაც რომ უყურებდი სადღაც 7 საათი მქონდა დარჩენილი, საღამოს ტბაშიც მინდოდა ჩასვლა, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, იგივე საიდან აღმოჩნდა ეს ამდენი ხალხი, მეცხვარეები, ვიღაც ადგილობრივები, რომლებიც ქართველად ლაპარაკობენ და ანუ მანდაც ვერ გავიხადე და ვერ ჩავედი წყალში და კოშმარი, ნერვები მეშლება მაგაზეც, ანუ მეშლებოდა. მაგას ქართული და რუსული ლაპარაკობენ. ხო, ვერ გავიხდიდი ის მეცხვარე ესე იჯდა, ესე მიყურებდა და ვერ გავიხდიდი. ანუ მე გავიხდი. ხატრულად უნდა გაგიხატო. გაგეგიზები. მე სული გაქვს წყალში შესვლა და ფეხები ჩავყავი, მაგრამ ნუ ფეხები არ იყო საკმარისი. მე გავაგრძელე გზა და ანუ სადღაც 7 საათი იყო დარჩენილი 130 კილომეტრი და მივხვდი რომ ანუ ფიზიკურად ვერ იმას ვიზამდი. ვერ მოესწრებოდა, მაგრამ მუხლიც უკვე ისე მტკიოდა და დღემდე მტკივა ძალიან ეს მუხლი და აშკარად რეაბილიტაცია ჭირდება კიდე და აღარ გავაგრძელე. და კიდევ ისა დავამატებ ორ რაღაცას. ერთი ის რომ დანარჩენები ვინც არ გააგრძელეს, აი გიორგი და ირაკლი იყვნენ მინიმუმ 2 საათით ჩემზე უღან იყვნენ და იმათ გაგრძელებასაც აზრი აღარ ქონდა. უბრალოდ ნელი ტემპით მოდიოდნენ და შანსი აღარ ქონდათ რომ კი, იმიტომ რომ ანუ არა ვერ განაწილებაზე არ არის ფიზიკურად, ანუ რთული მარშრუტია რა ძალიან. და მეორე ის რომ ისა რაც შეეხება ზოგადად ისა რაღაცა ფოტოებს ვერ ვიღებ და ვერ გარემოთი ვერ ვიღებ სიამოვნებას, ჩემთვის ეგრე არ იყო. სანამდე ეს ფეხი მეთქინებოდა და იყო დღე, სადაც ხედავდი ყველაფერს და ანუ ღამე სანამ იქნებოდა და ეს ძაღლები. ძაღლებზე დამიშოვა სხვა შორის დოგდაიზერმა და აი ძალიან სასიამოვნო იყო განსაკუთრებით ატენის ხეობის მონაკვეთი, სადაც ძალიან ცოტა მანქანაა, აი ქარელის გვერდით ამონაკვეთი, სადაც მანქანები საერთოდ თითქმის არ გვხვდებიან და ხალხი გესალმება რაღაცა, ანუ მე სიამოვნება ძალიან მივიღე ბუნებითაც და ყველაფრითაც. უბრალოდ ხო, ნუ მე რაც მოხდა, ხო. გამოცდილები და პირადი სპორტული გამოცდილება. მუხლი რომ ტკივა და შენი ნახვები, ნახე, არასწორად გედო ნახვები. ეგრე არასდროს არ შეხვდა. კლიანი კუნთი ქონდა შეზღუდული. მაგ დროს პირიქით კუნთი უნდა იყოს, რაც შეიძლება თავისუფალი. ის ნახვევი, რაც შენ გედო თელ ფეხზე, ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. ეგეთ რაღაცას არავინ არც ერთი ეგ არის ისა რა. ძალიან პატარა გჭირდება, ვიცი და მარტო ჯვარედინად უნდა გადაიხვიო. ვიცი, მაგრამ ძალიან გრძელი იყო და ანუ არაფერი არ მქონდა რომ ეგ გადამეჭრა. აი კუნთი შენივე ფეხი. ძალიან რბილად მქონდა მოხვეული, ეგ არ მიშლილა ხელს. ანუ რეალურად რამაც მიშველა მუხლზე იყო ის, რომ დაკრული მქონდა ძალიან გამახურებელი, თუ იცით, ცხენი რო ახატია. რეალურად ეგ მქონდა და ის შემოხვეული, იმიტომ მქონდა, რომ არ გაციებული იყო ის რაღაც რა და შემოხვეული მქონდა უბრალოდ. აი ძალიან რბილად მქონდა, ვერ აგიხსნი როგორ. კუნც საერთოდ არ უშლიდა. არა, დამიჯერე. ზუსტად ვიცი რა შეგრძნება. ანუ ჩვეულებრივი ტკივილი კი არ იყო. ანუ მუხლი რო დაზიანებული მქონდა, მაგის ტკივილი იყო. აი საერთოდ რო ვეღარ შლიდა კეცავ, აი ეგ სისუსტე მქონდა. ანუ მაგას ჩვეულებრივი ტკივილი არ არის ეგ. ჩვეულებრივი ტკივილი არ არის. ხო, ეგ ესე იგი. ანუ იმათმა ჩვენმა დანარჩენმა აი, ეხლა რავი, თუ გაინტერესებთ, მე მანქანით გავიარე და თუ ჩემ გამოსყიდება. ზეთმა რამდენ შეგიჭამ მასეთი აუ, ბენზინს ჭამდა მოკლედ და ეგ ნერვი მეშლებოდა. ჩავასხავ, იწვებოდა. აბა ძალიან კაი რამე ქნეს, რომ ისა წყალს ხვის ხვას ხამდნენ, ძალიან კაი. ის თოფი ძალიან უმეტოა. ეს თოფი ატარდა, განსაკუთრებით ზამთარში ეგ თოფი კაი. ზამთარში უკდანია ძილმა ძალიან კარგად იმუშავა. ძილის garaშე მასალა რო დააპირებ, უნდა გააფრთხილო. ძილობა ძალიან ცუდი. სიბნელე რო არ ყოფილიყო ძაღლებზე იმან გიშვა. მაგას ბატარეა. 100%. ძაღლებზე წყლის თოფი უნდა ატარო. აი, სადაც სახეს. უნდა გააფრთხილო, რა თორე ისე. ძაღლები მაგაშოც ხო არა. ეხაც მაგ მიკრო. ესე მიჭირავს, საჭირო გვერდზე ესე ვაჭერ. აი
არაფერი ძალისხმევა მაგაში არ ნუ მეხარ. ვიყიდო რა იგი. ეს ზონაც არა. რაღაცა ეხა მეთქი როგორ გაჩვენებ როგორ. კიდე რომ გამოცხადდე 600-იანი ბრევეტი. ან ჯიბეში და სანამ კი, აუცილებლად ამოცანას. ცოტა 600-იანი წახვალ რომ რამე? ისა, მეგობრებო, ერთი რაღაც, ისა, მომავალი წლის ბრევეტების მარშრუტები ოქტომბრისთვის უკვე უნდა გადავუგზავნოთ. ვისაც გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ დაგეგმვაში, აგვისტოში ერთ-ერთ დღეს დავთქვათ, შევიკრიბოთ და განვიხილოთ თუ გინდათ.